ახლა მინდა აი იმ მიმართულებით ვისაუბრო, გესაუბროთ. მე მინდა მე თორნიკემას თავისი აზრი თქვას, მე მინდა გამოჩნდეს ეს ახალგაზრდა კაცი, ხო და თქვას დააფიქსიროს, ხო და ვისაუბროთ აი ადამიანის ურთიერთობა ეკლესიასთან. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ეკლესიაზე, ეკლესია არსებობს. ზოგჯერ გონიათ, რომ ეკლესია შენობებთან არის ასოცირებული. ანუ ეკლესიის სასაფლაოები თუმცა მე-20 საუკუნეში ეკლესიაზე სასაფლაო გონიათ. ნუ ახლა თავისი შინაარსობრივა შეიცვალა ამ სიტყვის მნიშვნელობა. საზოგადოებაში თუ არა, სინამდვილეში კი არ შეცვლილა. ეკლესია სასაფლაო არ არის და ეკლესია ტაძარი არ არის. ნუ ეწოდება ტაძარს ეკლესია კი, იმიტომ რომ აქ ვიკრიბებით. მაგრამ ეკლესია ხარ თითოეული თქვენგანი. მღვდელმთავრის ხელმძღვანელობით. სადაც არის მღვდელმთავარი, იქ არის ეკლესია. სადაც ტაძრები და სასაფლაოები არის, იქ არის ეკლესია, ესე კი არ წერია. სადაც რომელი ეპარქიასაც, ანუ ტერიტორიას ყავს მღვდელმთავარი, თავისი მღვდელმთავარი, იქ არის ეკლესია. მე მღვდელმთავარი რამდენი მღვდელი ყავს, რამდენი მრევლი ყავს, ეს უკვე სხვა თემა არის. ნუ რა თქმა უნდა უკეთესია რომ მეტი ყავდეს. არის მღვდელმთავრები, მაგალითად ახალქალაქსა და ახალციხეში თუ არ ვწდები, მე უფე ნიკოლოზი როა. იმას მე მგონი, რავი, 1-2 მღვდელი ყავს თუ რაღაცა ძალიან, იმიტომ რომ სომხები და არა მართლმადიდებლები ცხოვრობენ. რამდენი მღვდელი ყავს რა? არ ყავს ბევრი. და ეს ბუნებრივად ხდება ეს. ზოგს მეტი ყავს, ზოგს ნაკლები, მაგრამ სადაც ეკლესია, სადაც მღვდელმთავარია, იქ არის ეკლესია. და სასულიერო პირები, რომლებიც ასევე არის დაქვემდებარებული მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში არიან და მრევლი მთლიანობაში, ერის ხალხი. აი ეს აწყობილი სისტემა, დაკანონური სისტემა ქმნის ეკლესიას. წარმოადგენს ეკლესიას უბრალოდ. ანუ ეკლესიის წევრი თითოეული თქვენ ხართ. და რას ნიშნავს ახლა ეკლესიასთან ურთიერთობა? მოდი ასე თქვათ, აი ოჯახთეისთან გავაკეთოთ პარალელი. უფრო ჩემი აზრით უფრო მარტივი გასაგები რო იყოს. როდესაც გოგოსა და ბიჭს ჯვარს წერთ, იქ არის საოცარი სიტყვები განსაკუთრებით სამოციქულოს, როცა იკითხება. ცოლი ემორჩილებაო ქმარსო, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტესო. და ქმარსო, უყვარსო, ცოლი როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია. ახლა რატო გავაკეთე ეს შედარება? განმარტავ ამას და მიმიხვდებით. ანუ ეკლესიის თავი არის ქრისტე, ოჯახის თავი არის ქმარი. და ცოლი ემორჩილება ქმარს, როგორც ეკლესია ქრისტეს. არა, ეკლესიაში ეგრე არის. აღარ არის ბოლოს ანტიქრისტეს დროს საერთოდ გაქრება, ყველაფერი გაქრება. კი გეთახმე მაგაში. კი გადაგვარების პროცესი დაწყებულია და სერიოზული ხარისხის გადაგვარების პროცესი არსებობს. ნუ მიღწეული გვაქვს პროგრესი გადაგვარებაში. მაგაში გეთახმები, კი. მაგრამ მე განმარტავ რა არის წესი. წესი რა არის? ნახეთ, მე აი ძალიან რაღაცა კითხვას დავსვამ. რას ნიშნავს, მამაკაცებს ვეკითხები და მამაკაცებს ვისამართებ, რას ნიშნავს? შეიყვარო ცოლი შენ ისე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია. ქრისტემ ეკლესიისთვის რა გააკეთა? მოკვდა. თავი გაწირა. და კაცი მზა თუ დაიყოს ცოლისთვის თავი გაწიროს. ეს ევალება მამაკაცს. ისე უნდა უყვარდეს ცოლი თვისი, როგორც საკუთარი თავი. ასე წერია. და თუ მისი ღირსებისთვის, მისი სახელისთვის თავის გამწირველი უნდა იყოს. ახლა ვეკითხები გოგონებს. დაემორჩილებით თუ არა ისეთ ქმარს, როცა იცი რომ შენთვის თავგამწირველია, ისე უყვარყარ. ხო დაემორჩილებით. ახლა პირიქით ბიჭებს დაუსვამ კითხვას. ცოლი რომელიც გემორჩილება რა, უნდა რომ შენ გაგახაროს, დაგემორჩილოს, შენ რა გინდა თვალებში რომ შემოგციცინებს? იმისთვის თავს გაწირავთ თუ არა? ბიჭებს ვეკითხები. ანუ ოჯახი რას ნიშნავს, ძვირფასებო? ოჯახი ნიშნავს ურთიერთპატივისცემას. ურთიერთ სიყვარულს, იმ მოვალეობების აღსრულებას,
რაც ღვთისგან არის დაკისრებული ცოლზე და ქმარზე და ცოლზე ერთმანეთის მიმართ და ორივესგან ღმერთის წინაშე. თუ ამას აღვასრულებთ, მაშინ ჩვენ გვაქვს ბედნიერი ოჯახი. უფლებებზე რო გვეძახიან, ძვირფასო ცოტა გადაუხვრი, უფლებები შენ უფლება გაქვს. უფლებებზე კი არა, ძვირფასო. მოვალეობები უნდა გვახსოვდეს ჩვენი. უფლებები კი არა. როდესაც მოვალეობებს აღასრულებ, მერე გაქვს უფლება შენ უფლებაზე ილაპარაკო კი არა. როდესაც მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ერთმანეთს უფლებებს საკუთარ უფლებას არ ლაპარაკობენ. ერთადერთი მოსიყვარულე ქმარს რა მოძრავებს? ცოლისთვის იზრუნოს. უყვარდეს და სასჭიროა სადა მისთვის თავი გაძიროს. არანაირი მისი უფლებები იმას არა. მისი უფლება იცის რომ ცოლზე უნდა იზრუნოს და ქალი მას კი არ იძახის უფლებები მაგდა, ესა მაგდა თუ არა პოლიციაში დავრეკავდას. არა. არამედ იცის რომ ქმარი გაახაროს, ასიამოვნოს ქმარი, გააბედნიეროს ქმარი, რომ მოვა სახლში ჩავხდეს დახვდეს ტაფით ხელში, ან ეს ცომის საზელის რო არის, რა ქვია მას? გასატყებებელი სიგ, რა ქვია? რა ქვია არ ვღარ მასო თქვენ პროიცით. რომ იმით უნდა დავერთ ხელში ტაფა და მეორე დახვდეს ქმარს. იატაკი ჯოხი ბეჭებში კიდე. და მე გვიყვირს რომ კაცი მაგალითად კაცი რომ მოდის გადაუხარი ახლა და თქვენი ნებართვით რა აპატიო დავასრულე აზრი ძალიან მინდა. კაცი ოჯახში მოდის დასასვენებლად. ქალი ამას უნდა შეეგუოს. კაცი რომ სახლში მოდის და წამოწვევა დივანზე ისვენებს. და რა მიდის ადამიანი დასასვენებლად იქ სადაც მშვიდად უნდა იგზნოს თავი, იცის რომ იქ მშვიდად იგზნოს თავს. დასასვენებლად მოდის. როდესაც დაიღალა გარ გადაიტვირთა, დაიღალა და მოდის დასასვენებლად. და როდესაც ტაფით დავხვდებით და პოლიჯოხით მერე უკვე როცა გადაიღლება და დამთავრდა სამუშაო საათებიო სახში აღარ გაუჩნდება სულ წამოსვლის მოდი რაღაცა დავლიოთ რა წავიდეთ რაღაცა დავისვენებო რა და იცის იქ რა პაპა მოვიდა ცეცხლი და იქ ცეცხლი მელოდებაო და ყვირილი წივილი წყვლაყულა მელოდებაო ნახეთ ურთიერთვალდებულება ეს ცოტა თემას გადაუხარე და მოდი აქ პარალელის გავაკეთებ ეკლესია რას ნიშნავს ვემორჩილებით ქრისტეს სიტყვას. ეკლესია დაწინდულია ქრისტეზე. როგორც ცოლი დაწინდულია, ანუ დაქორწინებული არის. და ემორჩილება ქმარს, ხო? ასევე ეკლესიის წევრი ყველაფერს ცდილობს აკეთოს ისე, რომ ქრისტეს არ ეწყინოს. ცოტა ისო ძალიან მიწიერი გაგებით ვამბობ. აი ის კი არ უნდა გინდოდეს ძვირფასო. ნახეთ, ხშირად ვამბობ ხოლმე ამ სიტყვას. ეკლესიაში რომ დავდივართ, რას თხოვთ ღმერთს? ეს გამიკეთე, ის შემისრულე, ანუ შეკვეთებს რო ვაზრობ, მაგას როგორც ცოლი ეუნება ქმარს, ეს მიყიდე, ის გამიკეთე, ას გამიკეთე, ახლა უნდა წევიდე, ეგრე ნუ იქნებით. აი ეგეთი დამოკიდებულება გვაქვს ქრისტესთან. ხშირ შემთხვევაში. იცხოვრეთ ისე რომ შენი სახელით ქრისტეს სახელი, შენი ცხოვრებით ქრისტეს სახელი ადიდოს წარმართებმა. ასე წერია წმინდა წერილში. ისე კი არა შეკვეთები მიცე, როგორც არასწორად დამოკიდებული ცოლი რო ეუნება ქმარს, ეს მიყიდე და არ შემიძლია იუმორი არის ერთი ცოტა ეს მიყიდე უყიდა, რატო უნდა უყიდოს? მეზობელს რო იმან უყიდაო, იმან გაუკეთა, იმან მეზობელზია გაკეთებული და მერე სახში მოდის ეს კაცი და ტაქსით წამოვიდა დაღლელი იყო და გაიგე ხალი ამბავ შენი მეზობელი აკადემიკოსი გამთარაო. არ მინდა ზმაო სახში მისვლა რაღაცა ჯოჯოხეთში წამიყვანეო, აკადემიკოსი გავხდები, აცივე ცოლი მაინც აღარ გამახარებ სახშიო. აკადემიკოსობას მომთხოვსო. ეს ოცა იუმორი რა თქმა უნდა, იუმორი ცოტა. ხო და რაზე ვამბობ ამას? ისე ვიცხოვრო ძვირფასებო. გვახსოვდეს ყოველთვის ეს ნიშნავს ეკლესიის წევრობა. შენ რო დაგინახავენ, მე რო დამინახავენ, ქრისტეს სახელი უნდა ადიდო. ისე იცხოვრე შენ რა მიიღო კი არა, რა გასცე ეკლესიისთვის, რა გასცე ქრისტეს სახელის განდიდებისთვის. დანარჩენი ღმერთმა თვითონ იცის რა მოგცეს. რომ ეს არის ნამდვილი წევრობა. თორემ ის რომ შენ რა გინდა მიიღო,
კი ბატონო, ეგ ბუნებრივად, მაგრამ ეს არ დაგავიწყდეს. შენ რისი გაცემა შეგიძლია, შენი ცხოვრებით, შენი საქციელი, შენი სიტყვა პასუხით. შენი ეკლესიის თავს, ქრისტეს განდიდებას დაიწყებს შენი მსმენელი და შენი მაყურებელი? აი ეგეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს თითოეულ ჩვენს ეკლესიასთან.